Taza Bibilaშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის თანადამფუძნებელი გვესტუმრა. საღამოშობისა, დიდი მადლობა. Აი თავად დინამიკა და მასშტაბი აი ამ საკადრო გადაადგილებების ახლა ჩვენ ვსაუბრობთ შინაგან საქმეთა სამინისტროზე, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ცვლილება უძღოდა მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. რას აკეთებს ივანიშვილი თქვენი აზრით? აი ამ ცვლილებებით რას ემსახურება ეს? საღამოშვიდობის ვახო, კიდევ ერთხელ მივესალმებით ტელემაყურებელს. ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი, რაც უკვე ითქვა არაერთგზის, რომ ივანიშვილი ცდილობს, რომ ერთგვარი ილუზია შექმნა საერთაშორისო თვალსაზრისით და უცხოეთ პარტნიორებთან რაღაც ცვლილებებს ახორციელებს, თუმცა ჩემი აზრით ეს იმთავითო განწირული ქმედება არის, ვინაიდან ერთი მხრივ ამას აკეთებდა და მეორე მხრივ ყოველდღიურად ამკაცრებდა, აღარ ქვია, ხო, ანუ ბოლომდე აბეტონებდა იმ დიქტატურას, რომელიც კანონებით დამყარდა ამ ქვეყანაში უკვე, შეუთავსებელია ერთმანეთთან, ამით ვერაფერს ვერ მიაღწევს და მეორე არის ჩვენ ხშირად გვისაუბრია ხო რამდენად მსგავსია ეს რეჟიმი ადრეული ბოლშევიზმის წლებთან პირველ 200 წლეულთან და მაშინაც ანალოგიურად როდესაც სტალინური წმენდები იყო ყოველი შემდეგი წმენდის შედეგად მოდიოდა უფრო უსულო, უფრო მორჩილი და უფრო უსახური დახვრეტების როტაციაც იყო ასე თავისიანებსაც წირავდნენ როცა გამოიყენებდნენ და შემდეგ ისინი ცვლიდნენ ერთმანეთს. ხო თქვენ ამას ამბობდით წინა ეთერშიც გითქვამთ რომ მე უფრო და უფრო მკაცრდება ეს ყველაფერი. უფრო მკაცრდება და რაც თავარი არანაირი ახლა საუბარი იყო თითქოს იმ კონტექსტში რომ ამ გაშვებებმა ერთგვარი უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს თვითონ ოცნების შიგნით ამ შემსრულებლებში, მაგრამ ბოდი ასე ვთქვათ, ანუ წინა ხელისუფლებას გავიხსენოთ, ხო, მაშინ აი ოქროაშვილს რო გავუშვებდი, სკანდალი იყო, ხო, იმიტომ რომ ძიმე წონოსანი პოლიტიკური ფიგურა იყო, ის რაღაც განცხადებას გააკეთებდა, მოძრაობას დაიწყებდა და ბოდიში მომთხოვდა, ესენი არავინ არ არიან. ნულოვანი პოლიტიკური წონა გააჩნიათ, ნულოვანი ავტორიტეტი გააჩნიათ და რაც თავარია თავიდან ბოლომდე არიან, ახლა დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანზე არის ცალკე კარტოტეკა სულში და ცალკე იმაში პროკურატურაში, როგორც კორუფციაზე, ასევე კომპრომატებზე, ხო? შესაბამისად არიან 100% კონტროლირებადი, ჩვენ ვახსენეთ, რომ გაშვებულები არიან, ასე ვთქვათ, გაპროტესტების, აპელაციის, ხმის ამოღების უფლების გარეშე. და რაც ძალიან ჭკვიანურია, ანუ ხო თქვით, რომ ანუ ეშინიათ, მათზე საქმე არის, მათზე კომპრომატები არის, ისინი გამოიყენეს, გაუშვეს, მაგრამ ძალიან ჭკვიან რუსულ ბოლშევიკურად ისინი კარმუშკასთან რჩებიან. ხო, ვიღაცა ახლა აი უფრო მაღალი თანამდებობიდან და ასე ვთქვათ, ჩამოაქვეითეს, მაგრამ მაინც დატოვეს ისე, რომ აი ჭკვიანად თუ მოიქცევი, ეს გექნება. ხო, ამდენი შემოსავალი, რაღაცას დაკრიშავ, იქ რაღაც შატოს გახსნი, ტენდერს მოიგებ, ალაზნის პირზე ჰექტრობით მიწა გექნება და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, ამაზე ახლა ჩვენ რაღაცა ავაგოთ, არ არის მაინდა-მაინც სწორი, მით უმეტეს უმახსენდება ხოლმე ამ რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგის და პროპაგანდისტის ლაშა ნაცვლიშვილის რამდენიმე წლის წინანდელი ბლოგი, როდესაც ამბობდა, რომ ხალხო ეხლა ნუტყუდებითო რა, ხალხი შეიძლება ამ კაცმაო სახეები და ავატარები შეიცვალოს, მაგრამ რაც ხდება ამ ქვეყანაში 2012 წლის მერე, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილი არისო. შესაბამისად, შეიძლება ამ ივანიშვილს ერთ დღეს ყავდეს ბჭყალებში ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ავატარი, რომელიც ვიღაცეებისთვის უფრო მისაღებია, ხო და ჩვენც მოვტყუდეთ, ხო? იყო ეგეთი კვირკაშვილი იყო მაგალითად, ხო? და ვიღაცეებს ეგონათ, რომ რუსეთში რომ მედვედევის მიმართ ჰქონდათ სიმპათიები ოდესღაც და ფიქრობდნენ, რომ აი მოდი ახლა პუტინი მედვედევით ჩავადანცოთ, იგივენაირი მიამიტი ტალღა იყო საქართველოში, რომ ახლა ჩვენ კვირიკაშვილი უნდა გავაძლიეროთ, რომ ეგებ ივანიშვილი რაღაცნაირად ჩაჭროსდეს. ბატონ ზაზა, აი ბოდიში ამას დავასრულებ და მეორე უკიდურესობა არის, რომ პირდაპირ კაცი ჭამეები ყავთ, ხო, პათოლოგები, სოციოპატები, რომლებიც ნუ არათუ თანალმობას არ იგწევენ საზოგადოებაში, არამედ ჩანს რაც არის. მაგრამ ამ ყველაფრის უკან შინაარსი ერთია, მისწრაფებები ერთია და საგარეო პოლიტიკური კურსი ერთია. მესმის, აი საზოგადოება რატომაც ცდილობს რომ გაანალიზოს ეს საკითხი, პირველი რაც თქვენ ახსენეთ და მიგაჩნიათ რომ ილუზიაა, ხომ, რომ აი რაღაც დასავლეთთან შეიძლება სამომავლო ურთიერთობისთვის რაღაცნაირად მოაცილა ამ დრომდე ძალიან ოდიოზური ფიგურები და შეიძლება ვიღაცისთვის ნაკლებად ცნობილი დანიშნა, მაგრამ ისიც სისტემის ნაწილი. რატომ შეიძლება ეს იყოს ილუზია საბოლოო ჯამში, ივანიშვილისთვის ილუზია. თუკი ის მაგალითად პირობითად გააგდებს ხარებას და სადღაც კარმუშკასთან დატოვებს ან არ ვიცი სად, რომელსაც ასეთი სისასტიკეები აქვს ნაკეთები. და მოიყვანს ვიღაცას, ვინც ჯერ არ არის ამგვარ სისასტიკეში მხილებული, შეიძლება სადღაც აკეთებდა ამას ნიღბის მიღმა, მაგრამ ასე ვთქვათ, რეჟიმის სახე და ხატება და არ არის ჯერ ცნობილი. რატომ არ შეიძლება რომ ეს იყოს ერთგვარი მაინც დასავლეთისთვის გადაგდებული ნიშანი, რომ აი მე რაღაცებს ვცვლი
მოდი მომეხმარე ლეგიტიმაციის საკითხში ასე ვთქვათ და მე რაღაც სახის დაბრუნებას ვეცდები. ეს რა თქმა უნდა არის მისი მცდელობა, თუმცა როგორც თავიდანვე ვთქვით, ეხა ერთი ხელით ამას აკეთებდა და მეორე მხრივ თუ მაგრამ ეს ხომ უფრო ჩანს ბატონო. აი გრანტების ხარება ხელჯოხით თუ რა ვიცი მისი ხალხით უფრო მძაფრად აღიქმება ვიდრე სადღაც ეგრეთ წოდებულ პარლამენტში მიღებული კანონი. სამწუხაროდ ნაწილობრივ ეგრეა, მეორე მხრივ ახლა ჩვენ საბედნიეროდ უყურებთ დასავლეთის დიდ გამოღვიძებას ბოლო 13 წლის განმავლობაში და იგივე ამ დასავლეთში ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა ილუზია არავის არ აქვს, რომ ხარება იღებდა გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები სიკვდილამდე ეცემათ. ხო ეს იყო პირდაპირ დავალება, რომელსაც ის პირნათლად ასრულებდა, პირნათლად ბრჭყალებში, მაგრამ რასაც დაავალებდნენ, იმას ასრულებდა, ხო? არ დაავალებდნენ, არ შეასრულებდა. შესაბამისად, ივანიშვილის მხრიდან ეს რა თქმა უნდა არის მცდელობა, მაგრამ მის სასოწარკვეთას გვიჩვენებს თუნდაც ის, რასაც დღეს ჩვენ უყურებთ, რომ აგრემანი რომ მიიღეს, ამას ასაღებენ რაღაც დიპლომატიურ გამარჯვებად, ეხლა მე მგონი ყველამ უნდა იცოდეს, რომ დასახელებული ელჩისთვის აგრემანის გაცემა მიმღები სახელმწიფოს მხრიდან ეს იმდენად ტექნიკური საკითხია, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ისეთი ქვეყნები, რომელთაც ასე მოქცეულა შეერთებული შტატები მათთან. კი ბატონო, არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ რამდენად ჩიხში არიან, რამდენად ვერავის ვერ ელაპარაკებიან, რომ აი ამ უმარტივეს ტექნიკური საკითხის გამო ატახილებთ აჟიოტაჟი, რომ აი რამ გამარჯვებას მივაღწევთ. აბამენ პროპაგანდისტულად, რა თქმა უნდა, აი ამ არაღიარებისა და არალეგიტიმურობის საკითხს ცდილობენ, რომ პროპაგანდისტულად ეს სივრცე რაღაცნაირად გაარღვიონ, მაგრამ არ ვიმეორებ, ერთი არის შეხვედრა. ძალიან რთულია ასეთი საკითხით მაგმიზანს მიაღწიო. კი, რა თქმა უნდა, თან ერთია შეხვედრა, ახლა ასევე იყო ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარები დღეს, როდესაც საუბრობს, რომ ჩვენ უფრო ეფექტიანად უნდა ვიმუშაოთ და სინამდვილეში ხა ყველამ კარგად იცის და თვითონ კობახიძემაც აღიარა რამდენიმე კვირის წინ, რომ ელჩებს საქმე არ აქვს, იმიტომ რომ მათ არავინ არ ხვდება, ხო, რა ეფექტიანობაზეა საუბარი. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებიან პარტიულ და ივანიშვილის ოჯახურ მიზნებს. ეხლა ამ შემთხვევაში ვიმეორებ, ისეთ, ანუ თქვენი თქმის არ იყოს ვახო, ხო, ანუ ისეთ რეჟიმებზე აქვთ გაცემული აგრემანები, რომ ელჩები ყავდეთ, რომ რა შედარებაა, მაგრამ აქ საუბარია ელემენტარულ კონტაქტებზე და არ ნიშნავს პოლიტიკურ აღიარებას ის, რომ აი ეს ტექნიკური თანხმობა მისცეს, რომ მათი რომელიღაც მორიგი პარტიული პროპაგანდისტი, საკმაოდ საშუალო რანგის, ესეც თქვათ და რუსული, ასე თქვათ, პოლიტიკური სიმპათიების მქონე დაანიშნეს ელჩად. კი ბატონო, აი ამ საკითხს რომ თუმცა ეს ერთ და იგივე თემაა სინამდვილეში, მაგრამ აი რეჟიმის სიმყარის თემას რომ დავუბრუნდეთ, ხო? რომ არა მაინც და მაინც კომფორტულად რომ გზნობდეს ივანიშვილი თავს ასეთ ცვლილებებს ამ მასშტაბით ალბათ არ განახორციელებდა ყველა აი ამ საკვანძო უწყებაში რაღაცაში მაინც არის საქმე რომ ის ამას აკეთებს ხო მე მაინტერესებს სად არის ახლა მისი სუსტი წერტილები აი ამ რეპრესიული აპარატისაც და თავად ივანიშვილის რომელიც სათავეში უდგას ამ ყველაფერს ჩვენ ბუნებრივია ვსაუბრობთ კონტექსტზე როდესაც ეს ხალხი სანქცირებულია, თავად ივანიშვილიც ნაწილობრივ სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და კიდევ უფრო დიდი სანქციების წინაშე დგანან. ის ახლა მყარად გრძნობს თავს თუ ვერა თქვენი აზრით? მოდი ორ ნაწილად გავყოთ ამ კითხვაზე პასუხი. პირველი, შიგნით გზნობს სამწუხაროდ თავს ძალიან მყარად, ვინაიდან ის კონკრეტული ბერკეტები ძალაუფლების, რომელიც მას სჭირდება, აქვს ძალიან მყარად. ანუ ბევრჯერ გვინახავს ჩვენ შედარება იგივე 2003 წელთან და გვისაუბრია რამდენად არარელევანტური და არასწორი ამგვარი შედარება, ვინაიდან განსხვავებით იგივე 2013 წლის ვარდების რევოლუციისგან ამ რეჟიმს აქვს ფული, აქვს მწყობრი პროპაგანდა, აქვს რუსული ზურგი ძალიან მყარი, სპეცსამსახურები მუშაობენ, არიან დაფინანსებული რაც უფრო ადამიანს წემ და აყაჩაღებ გაიტაცებ, მით მეტად დაფასდები, მით მეტად დაგაჯილდოებენ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ ნაწილში მას იდეოლოგიურად, ფინანსურად თუ ძალადობრივი სისტემის მხრივ ჩამოშლის საფრთხე არ ემუქრება და მეტიც. ასე მყარად ალბათ არასდროს არ ყოფილა. რაც არ ნიშნავს, რომ ის არ არის, ხა საბჭოთა კავშირზე ამბობდნენ, კოლოსი იყო თხის ფეხებზეო და არ ნიშნავს, რომ ასე არ არის, ვინაიდან არის რაღაცები, რაშიც ის ძალიან სუსტია და ზუსტად ეს არის ის, რომ მას არ აქვს სახალხო ლეგიტიმაცია. ანუ აი ამ ძალადობრივი ვირტუალური იმედის სამყაროს და რეალობის მიღმა ქუჩაში ხო ხედავთ რა ხდება არა ანუ მათ კანონების მიღება უწევთ რომ ადამიანები მათთან არ მივიდნენ და არ დაუძახონ მაგრამ ჩვენ ყველას გვაინტერესებს ბატონ ზაზა ის რომ აი გარეთ რა პრობლემებიც აქვს და ლეგიტიმაციის კუთხით ქვეყნის შიგნით რა პრობლემებიცა ეს აისახოს იმაზე რომ მისმა ამ ძალადობრივმა რეპრესიულმა სისტემამ ვერ გაუძლოს აი ამ წნეხს თუ კი ასე მყარად არის მაშინ რა აკლია ამ პროცესს იმისთვის რომ ის ჩამოიშალოს დანებდეს ასე ვთქვათ ხალხის ნებას კი ბატონო ეხა ეს
ალბათ არ არის ესეთ მათემატიკური ფორმულა, აი ეს კონკრეტული აკლია და ამას თუ გავაკეთებთ ამ ვადაში იქნება შედეგი. მე მგონი ზურასაც ეწერა თავის წერილში ჯაფარიძეს და მინდა მასაც და ყველა პოლიტპატიმარს მივესალმო დაახლოებით 7 ათეული პოლიტპატიმარი ყავს ბოლო 10 წლეულის და ცოტა მეტის განმავლობაში და ძირითადად ბოლო თვეების განმავლობაში დაკავებული კი არა და დაჭერილი და დატყვევებული ეს სიტყვა დაკავებულიც არ მიყვარს, იმიტომ რომ რაღაც ლეგიტიმური კონტექსტში იყო, ანუ დაკავებული დაჭერილები არიან და დილეგში ჩაყრილები ვიღაცის დავალებითა და ხუშტურით, ხო? მინდა მათ მივესალმო და აქ საუბარი არის პირველი პრინციპულობაზე, გამძლეობაზე, ადეკვატურო შეფასებაზე იმისა თუ ვისთან და რასთან გვაქვს საქმე, ხო? ხა არ მინდა ახლა მე კონკრეტულად სახელები დავასახელო, მაგრამ ერთი პოლიტიკოსის ფრაზას წავაწყდი ამ დღეებში, რომ ხა ესენი სულ გააყალბებენ და ხო არ ნიშნავს, რომ ჩვენ არასდროს არ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში იყო ხოლმე. მე ვიტყოდი, რომ არასწორად დასმულია საკითხი ამ შემთხვევაში, ვინაიდან საკითხი უნდა დაისვას ის კი არა, რომ მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ანუ რა ტიპის არჩევნები იქნება ეს. ხა დღეს ჩვენ იმ რეალობაში ვართ, როდესაც ხა პარტიები ჩვენ და სამწუხაროდ აღარ არის რელევანტური. აღარ არის. რელევანტური, ანუ ეს არის ერთი დიდი ეროვნული მოძრაობა, მაგრამ ალბათ თქვენს ვკითხავთ ხო, რომ თუ ეროვნული მოძრაობა, ეროვნულმა მოძრაობას მიიღო არჩევნებში მონაწილეობა 1990 წელს, მაგრამ ფუნდამენტურად ეს საკითხი ხშირად ისმევა, ჩვენ რამდენიმე დღის წინაც საუბრობდით ჩვენს ერთ-ერთ გადაცემაში ამ თემაზე, რაღაცნაირად გაივლო ეს პარალელი 90 წლის არჩევნებთან იყო ამაზე დისკუსია და კამათი აქ და ხო, აი მაინტერესებს რადგან წამოჭერით ეს თემა, აი ახლა რატომ არის ვითარება როდესაც რეჟიმი ატარებს არჩევნებს, მაშინაც ატარებდა. თუმცა ჩემი არგუმენტია, რომ ცოტა სხვა სიტუაცია იყო მაშინ უკვე. ეგ უნდა მეთქვა ზუსტად, ანუ ფუნდამენტურად განსხვავებული სიტუაცია იყო. მაშინ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა საქართველო იყო ბოლომდე დემორალიზებული. მაშინ გივი გუმბარიძე იყო მოყვანილი უკვე, რომ ეს ერთგვარი ტრანზიცია დაეშვათ და ასე ვთქვათ, ეროვნულ მოძრაობაში ჩანერგი კგბ-შნიკებითა და სხვა მეთოდებით მოეხდინათ ქვეყნის დესტაბილიზაცია. ზოგი აქეთ იყო, ზოგი იქით იყო, ძალიან ჭკვიანურად ვერაგულად ყავდა, ქონდა ეს პროცესი დაგეგმილი ჩვენ მტერს რუსეთს და მის საცეცებს საქართველოში. ანუ მაშინ, როდესაც ჩატარდა არჩევნები, ძალიან ცოტა სეპარებოდა ეჭვი, რომ იმხელა უდიდესი უპირატესობა იყო მორალური, პოლიტიკური, ეროვნული მოძრაობის ვიადგამსახურდიას ხარეს, რომ ეს შედეგი რო არ დამდგარიყო, იყო პრაქტიკულად გამორიცხული. მეტიც, მაშინ რეპრესიული სისტემა უკვე 2 წელი აღარ მუშაობდა თითქმის. 9 აპრილს ქართული მილიცია, საბჭოთა ქართული მილიცია ხალხის ხარეს გადმოვიდა და ამათ როგორ შევადარებთ ახლა იმ ადამიანებს, რომლებმაც მაშინ საკუთარ თავში სინდისის ხმა გამონახეს, ბევრი მაშინდელი კომუნისტი ზუსტადაც რომ ეროვნულ მოძრაობას ხაზავდა, იმიტომ რომ აღარ იყო ეს ზღვარი. დღეს განსხვავებული ვითარება. პასუხით თქვენ მიხვედით იქამდე, რომ ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი, ან მათემატიკური სიზუსტე არ გვაქვს, მაგრამ იმაში ნამდვილად დარწმუნებული ხართ, რომ ასეთ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნებში გასვლა არ შეიძლება. ასეთ ვითარებაში ჩვენ რამდენიმე მსგავს პოზიციაზე მყოფ პოლიტიკოსთან მქონდა საუბრები ამ დღეებში და პოზიცია ალბათ იყო ერთი და მთავარი. რასაც არ გავაკეთებთ, ეს უნდა იყოს ერთიანი პოზიცია. მე რა თქმა უნდა ცალსახად ვარ იმ პოზიციაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი ეხლა უბრალოდ არასწორი არ ბილად რომ თქვა, მაგრამ მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ ერთ პოზიციაზე. ვისაც აქვს, ვიმეორებ, ეს აღარ არის უკვე რაღაც ნაცი და ქოცი დაივიწყეთ ხალხო, არის ქოცი versus ქართველი. ანუ აქეთ ვართ ქართველები და ქართველები თუ ერთად არ დავდექით და რაღაც პარტიულ კონიუნქტურაზე ავაგეთ, არარსებულ პარტიულ კონიუნქტურაზე ავაგეთ ჩვენი ახლანდელი ბრძოლა, ნუ შესაბამისად დადგება ძალიან სამწუხარო შედეგი და კიდევ ერთს ვიტყვი, ხო, ანუ არის რაღაც კონკრეტული, მე არც ვიტყოდი ინტერეს ჯგუფები კი არა, კონკრეტული ინდივიდები არის, რომლებსაც აქვთ არ გაერთიანების ინტერესი, რომლებსაც მძევლად ყავს აყვანილი ჩვენი მთელი ქვეყანა. და დამისახელეთ მაგალითი, როდესაც დაკუცმაცებულმა, დაშლილმა, ცალცაკე ფლანგებმა თუ რაღაც ფრაქციებად გასულმა ჯარმა თუ პოლიტიკურმა გუნდმა თუ ვინც გნებავთ, მიაღწია იმ შედეგს, რომ საერთო დიდი ძლიერი მტერი დაამარცხა. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, ჩვენი მომდევნო სიუჟეტიც ამაზეა და მინდა თქვენი აზრი მოვისმინო. აი სანქციების თემას ჩვენ შევეხეთ და აწუხებთ ძალიან სერიოზულად რეჟიმს, აწუხებს ეს თემა მის ცალკეულ წარმომადგენლებს და ერთიანობაშიც. მაგალითად დღეს წულუკიანი სახალხო დამცველს ეუბნებოდა, რომ დაგვიცავითო, მათი ოჯახის წევრები დაიცავითო, რომლებიც სანქცირებული არიანო და გადაადგილების უფლება შეუზღუდვესო. აწუხებთ ეს თემა, მაგრამ მე ზოგადად მინდა დასკვნა გთხოვოთ, რაც დღეს სახალხო დამცველთან დაკავშირებით ხდებოდა პარლამენტის შენობაში, როდესაც მასაც კი, რომელიც ლოიალურია
რეჟიმის მიმართ ხშირ შემთხვევაში დღეს თავს დაესხნენ და უთხრეს რომ ისიც არ ჩაწერო დასკვნაში, რასაც ხალხი პირდაპირ ტელეეკრანებზე ხედავდა. ვახო ცოტა უხერხულია ხოლმე, მაგრამ ამჯერად გვერდს ვერ აუვლი იმას, რომ მე მგონი თქვენთან ეთერში იყოთ, ერთ-ერთ თქვენს ტელევიზიაში ერთ-ერთ ეთერში თქვით, მაშინ როდესაც ლევან იოსელიანის მიმართ ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა, მე მგონი შარშან იყო თუ შარშან წინ და მაშინ ჩემი პოზიცია იყო, რომ შეჩერდით ხალხო, ხვალ და ზეგ, ეს კაცი ჩვენკენ გადმოვა. იმიტომ კი არა რომ ასე უნდა, ესეთი არის ჟანრის ლოგიკა რა და ეს მე აქეთ დაგვიწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ბიძინა როგორი ცუდია, როგორი რუსია, როგორი ავტორიტარია და ის როგორ ანგრევდა სისტემას შიგნიდან. დღეს ჩვენ ეს ვნახეთ, ვინაიდან ამ ჟანრში სხვაგვარი ლოგიკა არ არსებობს. აი ეს რიმა ბერიძეებიც შეიძლება წულუკიანის არ ვიცი ხა ღმერთმა არქნას რომ იმდენი ხანი დარჩეს ივანიშვილი რო კიდე წულუკიანის მოყვეს ამ ტალღაში. ეგ ალბათ ბოლო იქნება, ივანიშვილის მიღმა იქნება კიდე. მაგრამ იმას ვამბობ, რომ რაც დღეს მოხდა, თან ყველაზე მეტად გული რაზე შემეკუმშა, ასე იგი ლევან იოსელიანმა თქვა, რომ 30-ჯერ მქონდაო მადლობა ნათქვამიო, მაგრამ მაინც არ დამიფასეთო, ხო? რაც შეეხება იმას და ამით დავასრულოთ. თავარი უნდა უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელსაც და ხოცებსაც, ხო, ამ ეთერებსაც ხო ატრიალებენ. რას ცდილობთ ახლა თქვენ, რომ ჩაგვრელსა და ჩაგრულს შორის სტოლობის ნიშანი დასვათ? ანუ იოსელიანმაც კი, კაი, დაუშვათ, დავივიწყეთ, ვინ არის, როგორ დაინიშნა, რა გზითია რა აქამდე, მაგრამ წულუკიანი ეუბნება იოსელიანს, რომ ისევე უნდა დაიცვა შენ ჩაგრული. უბრალოდ საერთოდ არ უნდა დაიცვა ჩაგრული, მაგრამ უნდა დაიცვა ჩაგვრელი. აი ეს კონტექსტი უნდა გამოშიგნონ ამ ყველაფერსგან და აი ესე მართონ ეს ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. საზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის თანადამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.